შემდეგი 3 დღის განმავლობაში ვაპირებ ჭამო მხოლოდ ის, რასაც შევძლებ დავიჭირო მსოფლიოს ყველაზე საშიშ და ექსტრემალურ გარემოში. ეს თავგადასავალი იწყება სწორედ ეხსორენ. ჩვენ ახლახან დავეშვით დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე გიჟულ სანაპიროზე და შემდეგი 3 დღის განმავლობაში ჩემი საკვების დაჭერა თავად მომიწევს. თუ ვერაფერს დავიჭერ, მშიერი დავჩები. ყოველდღე. იარაღები სულ უფრო და უფრო რთული გახდება და ასევე ყოველდღე ახალი ცხოველის დაჭერა მოგვიწევს. არ მოქვს წარმოდგენა, რას შევხვდებით შემდეგი 3 დღის განმავლობაში. მაგრამ რაც მომივა ხელში, იმას დავჯერდები, რადგან აქ არავინ მეხმარება, კაცო. იარაღები, რომლებსაც ვიყენებ, ყველაზე რთულია იმათ შორის, რითაც საკვების დაჭერა შეიძლება. ეხლა, აი ეს ბიჭებო, რასაც ჩვენ ხელის შუბს ან Hawaii slings ვეძახით. უკანა მხარეს აქვს ეს პატარა ელასტიკური რეზინი, წინ ქაჩავ და მერე უშვებ. და იმედია ასე მოვიპოვებთ ცხოველებს. ეხლა კი ვაგდებ ზურგჩანთას, რადგან ისე ვიწურები რურები, როგორც იპოთეკიანი ბოშა. თუ ჩემს უკან შეხედავთ, აქ არის ეს უზარმაზარი კლდოვანი კონცხი. ეხლა თუ ამ კონცხს გაყვებით, სწორედ იქ მიდის რიფი. და იქიდან ბიკებო, იმედია შეგვეძლება სნორკელით მთელი გზა შემოუაროთ და ვიპოვოთ ლამაზი თევზები. ამჟამად დიდი მოქცევაა, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ცხოველი მოდის, გადაადგილდება და იკვებება იმ რიფზე. შეგვიძლია პირველი დღის საკვები მოვიპოვოთ. მინდა ვნახო, შეგვიძლია თუ არა ამ სანაპიროზე ცეცხლის დანთება, მაგრამ კაცო, არ მინდა მოვლენებს გაუსწრო, იმიტომ რომ იარაღი, რომელსაც ვიყენებთ, ძალიან რთულია და აქედან მხოლოდ უფრო გართულდება. ამას ჩვენს პატარა სახლს დავარქმევთ. ძალიან მაგარია, ყველგან პალმის ხეებია. ეხლა ამ ჰიდროკოსტიუმს ვიცვამ, ეს დამიცავს, რომ რიფზე არ დავიჭრა. არის რაღაც, რასაც ცეცხლოვან მარჯანს ეძახიან და ძირითადად ეს რბილი მარჯანია, რომელიც იქაა და თუ შეეხები, პირდაპირ კანს დაგიწვავს. როცა იქ გავალთ, გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება. სიამდვილეში ცოტა ნერვიულობ ეხლა, რადგან ყოველთვის როცა ასეთ გამოწვევებს ვაკეთებ, საბოლოოდ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ცხოველს პირში ვიდებ. ვიმედოვნებ, რომ არ გავხდები ავად, ან არ დამემართება, რამე სამუდამოდ დაავადება. მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ავად არ შევარ. წავიდეთ ვნახოთ, შევძლებ თუ არა საჭმლის პოვნას. შეხედე ამ შეხედე იმ რაღაცას. არაა შანსი, რომ ამას პირველივე დღეს შევჭამო. ნახვამდის. ვაუ, ერთი დავიჭირეთ.
გავაკეთეთ ბიჭებო, რაღაც საჭმელი ვიპოვეთ, მაგრამ გითხრათ, ეს კარგი ნიშანი არ არის. როცა ასეთი პატარაა და შარვალში გეტევა, მაგრამ არა უშავს, მე მიჩვეული ვარ პატარა რაღაცებს შარვალში. მოდით გაჩვენებთ რა ვიპოვეთ აქ. აი ეს ბიჭებო, რასაც ჩვენ დედამთილის თელს ვეძახით. ამბობენ, რომ იმდენად უგემურია, რომ უნდა მისცე დედამთილს ძმაო. მაგრამ მას ასევე ეძახიან შეღებილ თკბილტუჩას. შეგიძლიათ ნახოთ მისი პირის შიგნით. აი აქ, ძალიან წითელია და ამიტომაც ჰქვიათ თკბილტუჩა. მონსტრი არ არის, მაგრამ ეგრეა. აქ არის რაღაც ტიპის საჭმელი, ამას ჩვენ ციკვის თევზს ვეძახით. ავსტრალიაში ვამბობთ, თუ წითელია, მკვდარია, იმიტომ რომ ეს წითელი თევზები საოცრად გემრიელია. აი ეს იქ ცეცხლზე მიდის, ეს მხოლოდ პატარა წასახემსებელია. ბიჭებო, ეს თევზები აქ ჩემთვის საკმარისი არ იქნება, ხვალ რაღაც კარგის დაჭერა მოგვიწევს 100%-ით. კარგი, ეხლა ბუჩქებში ავალთ და ბევრ ამას შევაგროვებთ. ბიჭებო, უნდა გითხრათ, რომ ის შუბი იქ საერთოდ გამოუსადეგარი იყო. ის რაღაც საერთოდ გამოუსადეგარი იყო, არანაირი მანძილი არ ქონდა, კაცო, ცდილობდი დამემიზნა, თქვენც ნახეთ, ჯობ, თევზები, ყველაფერი. სრულიად უსუსური იყო, სუსტი ძალა ქონდა, აბსოლუტურად გამოუსადეგარი, როგორც არ უნდა იყოს, ხვალ ამაზე აღარ შევჩერდები, ახალი იარაღი გვაქვს, ამბობენ, რომ კიდე უფრო რთული გახდება. არ ვიცი, როგორ შეიძლება იმაზე უფრო რთული გახდეს, მაგრამ ასეა, სულ მცირე, რაღაც საჭმელი მაინც გვაქვს, ასე რომ ეხლა შეიძლება უარესადაც იყოს. შეხედე ამას. აქვე, ამ მაგარი პალმის გვერდით, კიდევ ერთ ცეცხლს ვანთებ, იდეალურია. თელი გროვა შეშა შევაგროვეთ. ეხლა უნდა ავიდეთ ბუჩქებში და ვნახოთ, თუ ვიპოვით ცეცხლის გასაჩაღებელ მასალას. სინათლეს ვკარგავთ, ბევრი დრო აღარ გვაქვს მზე ჩადის. მინდა ვნახო, ბიჭებო, თუ სწრაფად შევძლებთ ცეცხლის გასაჩაღებელი მასალის პოვნას. მინდა ეს მოვამზადო, სანამ ბოლომდე დაბნელდება. ეს გასაჩაღებელი მასალა 100%-ით აინთება წამებში, ასე რომ მოდი ავანთოთ. პალმის ხის ფოთლები გვაქვს. აუ, ეს ადგილი მაგარია ძმაო და პირველი დღის საჭმელიც გვაქვს. ვერ ვიჯელებ, ბევრი არა, მაგრამ რაღაც მაინც გვაქვს. გასაჩაღებელ მასალას აქ ჩავდებთ. ცოტა კოცონის ადგილი გავაკეთოთ. აუ, უნდა მოვამზადოთ, ძმაო, ნახე რა სიცხე მოდის. აუ, მე თვითონ ვიხარშები. რა სიტყვი, ძმაო. ცეცხლი თავის საქმეს აკეთებს. აუ, ამისთვის ვცხოვრობთ ეხლა. ბიჭებო, ცეცხლი კარგად გიზგიზებს. თითქმის მზად ვართ, რომ თევზი პირდაპირ დავდოთ. მინდა ცოტა კიდევ დაიწვას, რომ თანაბარი სიცხე იყოს. არ მინდა რომ თევზი გადამიხარშოს. ბიჭებო, არ ვიცი რა ჯანდაბასჭია მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასე რომ შეიძლება სულ ცოტა მაინც ერთი ნორმალური საჭმელი მივიღოთ. ახვეხან ეს ჯოხი ავიღე. კარგი მწვანე ჯოხია. მწვანე ჯოხია. რაც გავაკეთე, ჯოხი წყალში ჩავაწე, რომ არ დაიწვას. ეხლა სწრაფად წვეროებს დაუსლიავებ. ავიგებ თევზს, პირდაპირ პირში გავუყრი ჯოხს, აი ესე და ბოლომდე გავატარებ. და აი ესე გვაქვს ჩვენი თევზი ჯოხზე. კარგი, წავიდეთ და ეს ცეცხლზე დავდოთ, წავედით. ვედით. პირდაპირ იმ სიცხეზე დავდებთ. უბრალოდ დავრწმუნდებით, რომ ცოტა გავაღვივოთ, აი ასე. წავედით! წავედით, ძმაო. პირველი დღისათვის ახალი თევზი გვაქვს. მოვამატებ შეშას, ვაცადოთ შეწვას. ულამაზესად გამოიყურება. ოკი, მზადა. ჩვენი ჯოხები იწვის. ჯანდაბა. მოდით ჩამოვიღოთ, პირდაპირ ჯოხებიდან გადავიღოთ. შეხედეთ ამას, მგონი. პირველი თევზი, მოდი ვცადოთ. დედამთილი. ჩვეულებრივ ბიჭებო, ესენი საკმაოდ უსარგებლოა. არ მოგატყუებთ, არ ვიცი, რას უნდა ველოდე. გარედან კანი საკმაოდ ნახშირივითაა, ამიტომ უბრალოდ ვაცლი. შეგიძლიათ ნახოთ, შეხედეთ ამ თეთრ ხორცს. მოდი ვცადოთ. ამ თევზს 100%-ით ახალი სახელი უნდა დაერქვას. კაცურად. სინამდვილეში საკმაოდ გემრიელია. ჩემთვის შევინახავ. დედამთილი არ მეყოლება. ეხლა ეს ახალი ხორცია და ერთ-ერთი ასეთია. ამ ციყვთევს მიეცით შანსი, ბევრად უფრო ფხვიერია ვიდრე სვიტლიპი. სვიკლიპი უფრო ქათმის ხორცს გავს. ეს კი უბრალოდ იშლება. ნახეთ რა რბილია. კარგი, თქვით თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, ამათგან მთელი ხორცი ამოვიღე? მგონი სვიტლიპი უფრო მომეწონა. მასზე მეტი ხორცი იყო. ციყვთევსზე კი თითქმის მხოლოდ ძვლები იყო, ძმაო. არაფერი დარჩა მასზე. მინდოდა გემრიელი ხორცი. ახლა კმაყოფილი არ ვარ. შეიძლება დაბალზე მფრენი იხვიც კი შევჭამო, მაგრამ ხვალ მეორე დღეა და ისევ ცდით. ბიჭებო, იმედია ხვალ მაინც რამე კარგ საჭმელს მივიღებ, არა? იმ ორი პატარა თევზი უბრალოდ წასახემსებელი იყო. ხუმრობთ? ხვალ დილით, მეორე დღის დასაწყისში. ისევ გნახავთ, ბიჭებო.
ეხლა ახალი იარაღი გვაქვს, ახალი გარემო და თევზებს ვერ ვიჭერთ, მაგრამ იმედი მაქვს, მაინც რამე ცხოველს დავიჭერთ. ხვალდილით ისევ გნახავთ ბიჭებო, დიდი სიყვარული. დილამშვიდობისა ბიჭებო, ეხლა მეორე დღეა და ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ სანაპიროზე მოვედით. კაცო, დღეს აუცილებლად უნდა ვიშოვოთ საჭმელი. უში ნახეთ რა მძიმე ბრძოლა იყო და ბოლოს თითქმის არაფერი დაგვრჩა. დღეს დილით საშინლად მშია. დღეს კი სრულიად გიჟური იარაღს ვიყენებთ, წყალქვეშა მშვილდსა და ისარს. ეს არის ისარი, რომელსაც უბრალოდ ამ ელასტიკურ ზოლში ამაგრებ და წყალქვეშ ასე ნადირობ. იმედი მაქვს დღეს რამე დიდს დავიჭერთ. მაგრამ ბიჭებო, ეს იარაღი ძალიან რთულია გამოსაყენებლად. მთელი ღამე წვიმდა, ასე რომ არ ვიცი რამდენად გვაქვს შანსი რომ ცეცხლი დავანთოთ. მაგრამ ჯერ მოდი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ როგორმე თევზი ან რაიმე ცხოველი დავიჭიროთ. აქამდე აქ არასდროს ყოფი ვარ და ეს ადგილი არასდროს გამომიკვლევია, ასე რომ არ ვიცი რა ტიპის ცხოველები არიან აქ. იმედია დიდი ღრმულები არ იქნება და ბევრი დიდი ცხოველი იქნება, რომლებსაც ვისვრით. მშვილდი და ისარი, კარგი სველი ჰიდროკოსტიუმი. არ მაქვს წარმოდგენა, რას დავიჭერთ ამ მშვილდით და ისრით, მაგრამ ეხლა თავს ისე შიშველად ვგზნობ. შეხედე ამ პატარა არსებას, თითქმის ჩემს ზომაზეა. კარგი, წავიდეთ წყალში. წავედით? ხო, ეხლა ხან გავაცდინე სკვიდვარდი ძმაო. კარგი, დავიჭირეთ. შეხედე ამ რაღაცას აქ კაცო, ვერ ვიჯერებ. თქვენც ხედავთ ამას? ეს არის უზარმაზარი ზღვის ღარბის ღარბი, რომელიც ახლახან დავაჭერით შუბით. ეს არსება პირდაპირ ეკლებიანი იყო. ვზივარ ამ ღვიმეში და ვფიქრობ, ძმაო, ვერაფერი დავიჭირე ამ შვილდისლით წყალში, ამიტომ უნდა ამერჩია სამიზნე, რომელიც არ მოძრაობდა. ბიჭებო, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ცხოველია საერთოდ. შეხედეთ, შიგნით არის ეს კაშკაშა ყვითელი რაღაც და სწორედ ეს იქნება ის საკვები, რომელსაც რეალურად შევჭამთ. მისი სათესლე ჯირკვლებია, იგივე გონადები. ვეც კი აგიხსნით, რამდენად რთული იყო იმ რაღაცის იქით გასროლა. ხედავთ იმ უზარმაზარ ესპანურ სკუმბრიას, რომელიც გამოვიდა, ეგ ალბათ 25 კილო იქნებოდა. ვუმიზნებდი მას და ვფიქრობდი, ძმაო, თუ ეხლა ამას ვესვრი, ჩემი შუბი დაიკარგება. ნახეთ, ბევრი არაფერი იქნება ბიჭებო, მაგრამ გავხსნით. ეს რაღაც სულ პრეისტორიულად გამოიყურება, ალბათ საშიშია. მოდი ვნახოთ რა არის ამაში, ჰა? მეღადავები ეხლა მართლა, აი არის კაშკაშა ყვითელი რაღაც, შეიძლება დაინახოთ როგორ გამოჩნდება. ის თითქოს ედელთანაა მიკრული, აი იმ ცხოველის, რომელმაც უკვე თითზე მიკბინა, ეს სინამდვილეში მისი სასქესო ჯირკვლებია. და ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა შევჭამოთ. მოდი ვცადოთ, ესაა ჩვენი საჭმელი. ის კრემისებრია, თითქმის ზღვის გემო აქვს, დიდად არ მომწონს.
ბოდიში ყველა ახალ ზელანდიელს, მაგრამ მე მირჩევნია ის ლამაზი ესპანური სკუმბრია ძმაო. პირდაპირ ვჩამდი ამ ზღვის ზღარბს ბიჭებო, მაგრამ თქვათ ასე, ეხლა ძალიან უკმაყოფილო ვარ. ხვალ ბოლო დღეა, მესამე დღე და ან ყველაფერი, ან არაფერი. თითქმის ძალა გამოცლილი ვარ და ყველაფერი უფრო რთულდება. ხვალ გნახავთ მესამე დღისთვის. ახალი იარაღები, ახალი გარემო და იმედია, ახალი ცხოველი ძმაო, ისეთი რაც კარგია. ხვალ დილით ადრე გნახავთ, დიდი სიყვარული შაი შაკლი. დილამშვიდობისა მეგობრებო, ეხლა მესამე დღეა და ბოლო იარაღი გვაქვს. მეგობრებო, ენერგია აღარ მაქვს. ნახეთ როგორი რთული იყო გუშინ, ჩვენს გარშემო დიდი შტორმის ღრუბლებია. ეხლა დილით ადრე ვარ გარეთ. ამას ავსტრალიაში დილაუთენიას ვეძახით, რაც ნიშნავს რომ დილას რაც შეიძლება ადრე ხარ მეგობრებო. ამ მარშალ სანაპიროზე ეხლა ძლიერი მიქცევაა და მაქვს ჩემი დანა ამ გამოწვევის ბოლო იარაღი. ვინ იცის რა არის ამ კლდოვან გუბეებში, მაგრამ ჩვენ დავიწყებთ კვლევას. მგონია რომ რაღაც გიჟურ არსებას შევჭამ. აქ უამრავი წყლის გუბეა და იმედი მაქვს რომ საინტერესო არსებებს ვიპოვით. მოგცევა უკვე მოდის და როგორც ჩანს წვიმაც იწყება, ასე რომ დროის წინააღმდეგ ვიბრძვით. იმედი მაქვს აქ რომელიმე ცხოველს ვიპოვით. რაღაც კარგია, აუცილებლად უნდა იყოს. აუცილებლად უნდა იყოს. სანაპიროს გასწრილ ცოტა უფრო წინ უნდა წავიდეთ. აქ წყალი ცოტა მეტია მოსული. ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური სანაპიროა, სადაც კი ოდესმე ვყოფილ ვარ. საქმე ისაა, რომ იმ კონცხის უკან მანგროს სისტემა მდებარეობს და იქიდან გამოედინება. აქ ამ მიტოვებულ სანაპიროზე ადრე ბევრ ძალიან საინტერესო ცხოველს შევხვედრი ვარ. იმედია რამეს ვიპოვით ბიჭებო, ეს პირდაპირ ჩვენი ბოლო გამოცდა იქნება. გუშინ ნახეთ რა დიდი სირთულე იყო. ეხლა რაღაც გჭირდება კაცო, ძალიან გჭირდება. შეხედე რამდენი თევზია კაცო, რომ მქონდეს ჩემი მშვილდი და ის არის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. ეს სიგიჟეა კაცო. ნახე ეს სიამდვილეში ვარსკვლავ ფეხაა, შეგიძლია ნახო. შეხედე როგორ მოძრაობენ, უბრალოდ გიჟურია, როგორც რვა ფეხა. უმეტესად ვარსკვლავფეხები ძალიან ნელა მოძრაობენ, მაგრამ ესენი ისე სწრაფად მოძრაობენ, რომ გაგიჟდები. შეხედე მათ. თუ თიცაკ დავდებ, ნახე როგორ მოძრაობს. ვერ შევჭამთ, ასე რომ გავაგზავნოთ გზა. გველთევზ აქვავს. გველთევზ აქვავს, მგონია რომ საჭმელად შეგვიძლია ავიღოთ. აი აქ არის, ხედავ მას? დაიჭირე. თუ შევძლებთ, დავიჭერთ. ხო, დავიჭირეთ. ო, არა, აი წავიდა. ამ ქვის ქვეშა. ვერ ვდებ თითებს ქვის ქვეშ, რადგან შეიძლება მიკბინოს, მაგრამ სადღაც გამოვა და გამოვა. მოვა. ო, ისე ვიქაა ქვის ქვეშ. აისა. ხო, დავიჭირე, უბრალოდ დანით დავაფიქსირე აქ ბიჭებო, ხედავთ აქვეა. უბრალოდ დავაფიქსირე. ცდილობს ჩემი დანა უკბინოს, ბიჭებო, ამოიყვანეთ. მოდი ძმაო, მოდი, აღარ მინდა გატკინოთ. ო, არა. დავკარგეთ. სად არის იქ არის, სწორედ იქაა, შეგვიძლია დავიჭიროთ. ჯანდაბა ძმაო, ნახე როგორ მოდის, მოგცევა. არა, არ ვიცი რა დაემართა. უბრალოდ ვდევნიდი იმ გველთევზას და თავი გავიჭერი. შეხედე ამას. ვაი, კაცო. ო, მართლა მტივა ფეხი. დამგონი საჭმელი დავკარგეთ. არ ქვეშ დაიმალა კაცო. გადავწყვიტე, უნდა გავაგზავნოთ გზა ბიკებო, სხვა გზა არ გვაქვს. ეხლა მეჩხერწყლებში ფეხში შველი დავდივარ და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველს შევხვდი მსოფლიოში. კარგი, ძალიან ფრთხილად ვდგავარ, მაგრამ აი, იქ არის კონუსური ლოკოკინა, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი მსოფლიოში. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მას აქვს ეკალი, რომელიც გამოდის მისგან. და თუ იმ ეკალმა დამჩხვლით ან ნამდვილად დავიღუპები, მათ სიგარეტის ლოკოკინებს ეძახიან, რადგან თუ ერთ-ერთმა ასეთმა დაგჩხლითა, უფრო მალე მოკვდები, ვიდრე სიგარეტის მოწევას მოასწრებ. ეს ხუმრობა არ არის. კარგი, ქვების ქვეშ დავმალავ მას, რადგან არ მინდა მასზე დავდგე. ბრთხელ ზედაპირზე რამდენიმე ხამანს გავიპოვეთ, ეხლა ამას გავხსნი. აი ესე რაღაც სახის საკვები ნივთიერებები, ცოტა ხამანსკა. ძირითადად ნიჟარა, არ ვიცი რატო, ეს ძალიან საღეჭი და ძალიან კრემისებრი იყო. ეს არ მომეწონა, ხო იცი? საერთოდ არ გადამივიდა ადვილად, თითქოს ყელში ჩამჩა ძმაო. სინამდვილეში აქ ამ ბრტყელებზე 8 ფეხები არიან ბიჭებო და რასაც ისინი აკეთებენ ისაა, რომ იქერენ ამ კიბორჩხალებს და ფაქტობრივად უბრალოდ წოვენ ყველა საკვებ ნივთიერებას მათ კლანჩებიდან.
შეგიძლიათ ნახოთ, აქ ნახურეთი აქვს. ეს ზუსტად 8 ფეხასგანაა. კარგი, ეს კარგი ნიშანია. ნიშნავს, რომ აქ კიბორჩხალებიც და 8 ფეხებიც არიან, რომლებიც შეგვიძლია ვიპოვოთ. ო, კიდევ ერთი გველთევზა გვყავს. ნახეთ გველთევზა, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ბიჭის დაჭერას. ო, ჯანდაბა, შეხედეთ მას. შეხედეთ, ის ამ პატარა მარჯნის ნაჭრის ქვეშაა აქვე. ვნახავ, შევძლებთ თუ არა მის დაჭყლეტას. გეგმაა დავარტყა, კარგი, შეგვიძლია გადავაბრუნოთ. და როგორც კი გადავაბრუნებთ, უნდა დავარტყათ. ძმო! აჰა, აი წავიდა, გამოგჩა. სადღაც აქ არის, კიდევ ერთი გამოგჩა. არა, ეს სუსტი მცდელობა იყო, რაც ეხლა ვცადე, ხო? თუ კარგ გასროლას ვერ მოვახერხებ, მირჩევნია უბრალოდ ვიცოცხლოს და გაუშვა, ასე რომ ალბათ იმ ქრითაც შემეძლო ბრძოლა, ქვემოდა რომ დავარყა, მაგრამ იცი რა, თავისუფლებას იმსახურებს. ვინ იფიქრებდა რომ გველთევზების დევნა მოქცევის გუბეებში ასეთი სახალისო იქნებოდა? კარგი, გავაგრძელოთ. რა უცნაური ვარ ძმაო, აქაურ პატარა ცხოველებს შორის ლურჯბეჭდიანი 8 ფეხა, კონუსური ლოკოკინები და ზღვის ზღარბები, ლომთევზაც კი ძმაო, შეიძლება მოგიღონ ბოლო. მართლა აქ გაულა ბევრად უფრო საშიშია ვიდრე ზვიგენებთან ერთად ოკეანეში ცურვა. შეხედეთ ამას რა გიჟურია ბიჭებო, ეს სინამდვილეში ზღვის ვარსკვლავია. ისინი რას აკეთებენ? ყველა პატარა ფეხს და ყველაფერს შლიან და ამით საჭმლის ნაწილაკებს იჭერენ. როცა მოქცევასა და მოქცევის დროს წყალი მოძრაობს, მე ახლა ვფიქრობ, რომ უნდა გავყვეთ ამ სანაპიროს იმ ადგილამდე, სადაც მანგროს სისტემა ზღვაში გამოდის. და იქიდან იმედია ბოლო შანსად მაინც შევძლებთ ვიპოვოთ რაიმე სახის ცხოველი. კარგი, წავიდეთ ამ გზით. ღმერთო, რა ქარიშხალია იქ? თითქოს გაგიჟებული ხარი შევარდა ფაიფურის მაღაზიაში. იმედია ჩვენზე არ გადმოვა, თორემ მეხი დამეცემა. ჩემთვის გველთევზების ძებნა საკმაოდ კარგი ვარიანტია. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს ნამდვილი ტალახის კიბორჩხალა ამოვიდა ჩემს უკან მდებარე მანგროებიდან. კარგი, ეხლა დანას პირდაპირ გავუყრი. ხო, დავიჭირე. არა. ცდილობს დამიჭიროს. მოუკლავ. ნახეთ, მართლა დავიჭირეთ ტალახის კიბორჩხალა. დანაც პირდაპირ ზურგში გაუყარე, ხედავთ? აი ეგრევე მოუღე ბოლო. ზუსტად აქ. ეს არის საჭმელი. არ მჯერა, ამათ საჭმელად ვკრებდი და მე ამ ტალახის გუბეებში ეს მუქი რაღაც შევნიშნე. ტალახის კიბორჩხალა დავიჭირეთ. კაცო, ნახე ეს, აშკარად ბრძოლაში ყოფილა. ეხლა საჭმელთან ერთად აქედან მივდივართ. დროა ეს კიბორჩხალა მოვამზადოთ. ბიჭებო, არ მჯერა რომ ეს ცხოველი ვიპოვეთ. ჩვეულებრივ ასეთებს ტალახიან ადგილებში პოულობენ. მგონია რომ ის აქეთ გამოვიდა და მერე ტალღამ გამოიჭირა. მე კი მოვახერხე და ეგრევე მოუღე ბოლო, მაგრამ შეხედეთ ამ ბრჭყალებს. დანა პირდაპირ სხეულში ჩავარტყი. და სწორედ აქ აქვთ ამ ცხოველებს ცენტრალური ნერვული სისტემა. ამ ბიჭებს აქ ყველა ცხოველიდან ხარის შემდეგ ტესტოსტერონის მეორე ყველაზე მაღალი დონე აქვთ. აი ეს ჩვენთვის მესამე დღის ლოლიპოპები იქნება. ხო, ისე ვიჭერ, როგორც ტროფეას. ეს ჩვეულებრივი მომზადება არ იქნება. ყველაზე გიჟური იდეა მაქვს. ხომ ხედავთ, ეხლა ის სრულიად მკვდარია, ასე რომ რასაც გავაკეთებ, ესაა რომ გავასუფთავებ. აქვე. აქ პატარა ნაკეცი აქვს, პატარა ვის ფორმის, არა დიდი ტომარა. რაც ნიშნავს, რომ ეს სინამდვილეში მამრია. რასაც გავაკეთებ ესაა, რომ თითს ამ ნაკეცის ქვეშ შევაცურებ და უბრალოდ ზემოთ ავწევ. საკმაოდ კარგადაა. მზად ვართ, კარგი. პირველი ნაბიჯი. ცეცხლი უნდა დავანთოთ ბიჭებო, მაგრამ ამ კიბორჩხალას პირდაპირ ცეცხლში არ მოვამზადებთ. აქვე ბევრი შეშა გვაქვს. სრულყოფილია. ჩვენ გვჭირდება რაღაცა სუბუქი, მშრალი, ისეთი რაც ნაპერწკალს აიღებს, მარტივად და კარგად. ეს იდეალურია ბიჭებო. ამ ხეების ქვეშაა ჩამალული და მშრალი დარჩა. ეს რა არის აქ? სანაპიროზე დეოდორანტის პატარა ნარჩენი ვიპოვე. შიგ არაფერი დარჩენილა, მაგრამ კაცო, ეხლა ეს ძალიან მჭირდება. ისე ვიღურები ოფლში, გეგონება ეხლა გამოვედი საუნიდან. ვცდილობთ რაღაც ახალს, რაც არასდროს გამიკეთებია. კარგია რომ ტროპიკულ კუნძულზე ვართ. ახლახან ეს მწვანე ქოქოსი ჩამოვიდეთ დაბალ ხეზე და რასაც ახლა გავაკეთებთ, არის ის რომ გავხსნით მას. სინამდვილეში ვაპირებთ ნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ქოქოსში კრაბის მომზადებას. გავხსენით ქოქოსი, ალბათ იმუშავებს. აიღეს, შადე პირდაპირ აქ, გიგანტური ტალახის კიბორჩხალა ქოქოსში, რომ ბოლო დღე დავასრულოთ. ო, ეს ძალიან მაგარი იქნება. კარგი ბიჭებო, 3 ქვა უკვე მზად გვაქვს აქ. რასაც ახლა გავაკეთებთ, ავიღებთ ჩვენს ქოქოს და დავდებთ ამ ქვებზე, ზუსტად აქ. გვაქვს გაცხელებული ქვები, ჩავდებთ ქოქოსში.
ძალიან დიდი დრო სჭირდება ამათ მომზადებას. ამიტომ რაც გავაკეთე, გამოვიღე ისინი ქოქოსიდან და დავდე ცეცხლზე. მერე ისევ ჩავდე ქოქოსში. ცოტა ხანს ვადუღე და მერე იგივე პროცესი გავიმეორე. მაგრამ გონია რომ უკვე მზადაა, კარგად გამოიყურება, კარგი ავიღოთ. ცხელია კაცო. ნახე ზუსტად აქ, გაქრა ის კაშკაშა ნარინჯისფერი. აი მაშინ იცი რომ მზადაა. გავხსნით და ნახოთ როგორ გამოვიდა. ნახე, რამდენი ხორცია. კარგი, მოდი დავაგემოვნოთ, ვცადოთ. მართლა პირში დნება. ძალიან გემრიელია, მართლა ყველაზე თკბილი ხორცია, რაც კი გამისინჯავს. ძალიან გემრიელია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შემდეგ თავგადასავალში ისევ გნახავთ. ყველას დიდი სიყვარული.